ზღაპრული სამყარო, წითელ ქუდა. იყო და არა იყო რა. იყო ერთი პატარა სოფლელი გოგონა. ისეთი ლამაზი, კაცის თვალი უკეთეს ვერ ნახავდა. დედას ხომ უყვარდა და უყვარდა, ბებიაც ცივ ნიავს არ აკარებდა. კეთილმა ბებიამ გოგონას პატარა წითელი ქუდი მოუგსოვა. ეს ქუდი ისე უხდებოდა, რომ თავიდან აღარ იშორებდა. ამიტომ ყველა პაწია წითელ ქუდას ეძახდა. ერთხელ დედამ ქადა გამოაცხოდა, გოგონას უთხრა: "წადი ბებო, მოიკითხე, გავიგე ავად გამხდარა. ეს ქადა და პატარა ქილა ერბოც წაუღე." წითელ ქუდამ მაშინვე გასწია ბებიისკენ. იგი მეზობელ სოფელში ცხოვრობდა. დღეში რომ შევიდა, ერთი მაწანწალა მგელი შემოხვდა. მგელს პირზე ნერწყვი მოადგა, მაგრამ გოგონას ვერაფერი გაუბედა, რადგან ახლო-მახლო ტყის მჭრელები ეგულებოდა. მგელმა ჰკითხა, საით მიდიხარო? საბრალო ბავშვმა აბა რა იცოდა, რომ მგელთან სასაუბროდ არ უნდა შეჩერებულიყო და უპასუხა: "ბებიას სანახავად მივდივარ. დედაჩემმა ქადა და ერთი ქილა ერბო გამომატანა." "ბებია შენი შორს ცხოვრობს?" კითხა მგელმა. "დიახ," უპასუხა პაწია წითელ ქუდამ. "აგერი მწისქვილის იქით, სოფლის განაპირას რომ სახლია." "კეთილი," უთხრა მგელმა. "მეც წამოვალ ბებია შენის სანახავად. ოღონდ მე ამ გზას დავადგები. შენ კი აგერ იმ გზით წადი. აბა ვნახოთ, ვინ უფრო ადრე მივა." მგელმა რაც ძალა და ღონე ჰქონდა, მოგურცხვა. იგი მოკლე გზას დაადგა, გოგონა კი გრძელი გზით წავიდა. გზაში ხან თხილს კრებდა, ხან პეპლებს დასდევდა, ხან კი ყვავილების თაიგულებს კრავდა. მგელი უფრო მალე მივიდა ბებიასთან და კარზე დააკაკუნა. "კაკ, კუკ, ვინ ახარ?" "შენი შვილი, პაწია წითელ ქუდა." შეცვლილი ხმით უპასუხა მგელმა. "დედაჩემის გამოგზავნილი ქადა და ერთი ქილა ერბო მოგიტანე." კეთილი ბებია ცოტა შეუძლოდ იყო და ლოგინში იწვა. "ურდული გასწია და კარი გაიღება," გააგონა მწოლიარემ. მგელმა ურდული გასწია და კარი გაიღო. შევარდა სახლში, ეცა ბებიას და თვალის დახამხამებაში შესანსლა, რადგან თითქმის 3 დღე პირში ლუქმა არ ჩასლოდა. მერე კარი დაკეტა, ბებიის ლოგინში ჩაწვა და პაწია წითელ ქუდას დაუწყო ლოდინი. გოგონამ ცოტა ხნის შემდეგ კარზე დააკაკუნა. "კაკ, კუკ, ვინ ახარ?" პაწია წითელ ქუდამ მგლის ბოხი ხმა რომ გაიგონა, შეეშინდა, მაგრამ გაიფიქრა, ბებია გაციებული იქნებაო და უპასუხა: "შენი შვილი, პაწია წითელ ქუდა ვარ. დედაჩემის გამოგზავნილი ქადა და ერთი ქილა ერბო მოგიტანე." მგელმა შეცვლილი ხმით უთხრა: "ურდული გასწიე და კარი გაიღება." წითელ ქუდამ ურდული გასწია და კარი გაიღო. მგელმა რომ დაინახა ოთახში შესული გოგონა, მაშინვე საბანი წაიფარა და უთხრა: "ეგ ქილა და ქადა სკივრზე დადე. და მოდი, ლოგინთან ახლოს დადექი." წითელ ქუდამ დადო ქილა და ქადა და ლოგინთან ახლოს მივიდა. გაუკვირდა გოგონას, როგორი ყოფილა ბებია და უთხრა: "ბებია, ეგ რა დიდი ხელები გქონია." "ეს იმიტომ, რომ უკეთ მოგეხვიო, ჩემო გოგონა." "ბებია, ეგ რა დიდი ფეხები გქონია." "ეს იმიტომ, რომ უკეთ ვირბინო, ჩემო გოგონა." "ბებია, ეგ რა დიდი ყურები გქონია." "ეს იმიტომ, რომ უკეთ გავიგონო, ჩემო გოგონა." "ბებია, ეგ რა დიდი თვალები გქონია." "ეს იმიტომ, რომ უკეთ დაგინახო, ჩემო გოგონა." "ბებია, ეს რა დიდი კბილები გქონია." "ეს იმიტომ, რომ უკეთ შეგჭამო," თქვა და აუმა მგელმა პაწია წითელ ქუდა გადაკლაბა. ამ დროს ბებიის სახლთან ტყის მჭრელებმა ჩაიარეს. გაიგონეს ხმაური. შეცვივდნენ სახლში, მგელი მოკლეს, მუცელი გაუფადრეს და ბებია და წითელ ქუდა უვნებელი გამოიყვანეს. ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა. გამოიწერეთ არხი მეტი ზღაპრული სამყაროსთვის და გააქტიურეთ ზარის ღილაკი.